და ქუთაისიდან გადმოვინაცვლოთ თბილისში, სადაც აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციის ფარგლებში განახლებული მარჯანიშვილის ქუჩა საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი ყველა იმ სამუშაოს გაეცნო, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარდა. როგორ მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო პროცესი აღმაშენებლის გამზირზე, ჩემი კოლეგა ლელა ციკლაური ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. დიახ, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ მარჯანიშვილის ქუჩას აღმაშენებლის გამზირის სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტის ფარგლებში სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. განახლდა 6 სახლი, აშენდა 4 ახალი სახლი, მოეწყო სანიაღრო სისტემები, მიწისქვეშა კომუნიკაციები, დამონტაჟდა თანამედროვე კომბინირებული განათებები და აქ ვინც გამოვივლის მარჯანიშვილის ქუჩაზე დახვდებათ სრულად ახალი არკა, რომელიც რაღაცით თავის მხრივ გავს ტრიუმფალურ თაღსაც. აქვე აღმაშენებლის გამზირზე თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ეგრეთ წოდებული ვარანცოვის ქუჩის მიმართულებით აღმაშენებლის გამზირზე ჯერ კიდევ იყო დარჩენილი სარეკონსტრუქციო სამუშაოები. აქ ყველა სახლი უკვე ხარაჩოებშია ჩასმული, ისმის სარემონტო სამუშაოების ხმაური 70 სახლს უნდა ჩაუტარდეს რეკონსტრუქციაც. რამდენიმე წუთის წინ დაათვალიერა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქის მერთან ერთად აქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები რამდენჯერმე გააკეთა მედიასთან განცხადება, თქვა რომ თბილისი არის ევროპული ქალაქი და შესაბამისად მიცი ყველა ქუჩა და უბანი ევროპულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. მან ასევე განაცხადა ჩვენთან საუბარში, რომ თითოეული დადებული აგური, რეკონსტრუირებული სახლი და განახლებული ქუჩა არის ძალიან სერიოზული ინვესტიცია, რადგან ამ ქუჩების კომერციალიზაცია ხდება, მოიზიდავს ძალიან ბევრ ტურისტს, რაც ნიშნავს იმას, რომ მცირე ბიზნესი განვითარდება. ეს კი პირდაპირ პროპორციულად აისახება ხოლმე როგორც წესი დასაქმებაზე და სამუშაო ადგილების შექმნაზე. მიხეილ სააკაშვილი აქ მცხოვრებ ადამიანებს, მათ შორის ძალიან მცირეწლოვან პატარა ბავშვებსაც გაესაუბრა. გამოკითხა თუ როგორ მოწონთ განახლებული აღმაშენებლის გამზირი და მარჯანიშვილის ქუჩა. დაათვალიერა ასევე აქ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე საკვირაო ბაზრობაც და მოვაჭრეებს გარკვეულწილად მარკეტინგული რჩევებიც კი მისცა. სამხრეთ მაქსიმუმ აგვისტოს შემოდგომა ქორწილების შემოდგომამდე აგვისტოში შემოდგომა აგვისტოს დასმის ყველაზე გაუბედურებული უბანი იყო არადი. ეგერ ბებიაჩემ მუშაობს ინსტიტუტში იქ და იქამდე სანამ აი ფეხი ჩავიდოდი იუსტიციის სამუშაოები ხო მაგასტრობა ეს იყო აი ყველა რაღაც არაკების დონეზე არ გაუბედურებული ხამშენობის გამაგრებამ და იმათ აიღო. მე ძველი მთავრობის ერთმა მინისტრმა ჩაგვია ეს საზრობა. კიდე კაი ხა ინვესტორი გამოჩნდა და რაღაც გააკეთა. ჩააკვეთა ისტორიულ უბანში კაცმარიც რა. ეს არის ახალი მასალარობის ბაზრობა. ეს მოდი. ხალი გამოყავთ თქვენთან? იმას გააკეთე. აი, ხა ხო კომუნიკაციები. ხალი უშინ აღარ იყო წყალი. მალე იქნება წყალი. მალე აკეთებენ და აწილი იქნება ყოველთვის წყალი და ბევრი წყალი. მე ხა ხალხს ზაფხულში ცოტა. ამერიკაში როგორც არის მოვისწავლეთ რა? მარკეტინგული ეს გრანდიოზული ტექნოლოგია. ეს უგებარი. ხო. ყველაფერი არის ხელის და და მო. ეს აი ხა დაახლოებით ჩემი ვარაუდით 6 თვეში მაქსიმუმ ეს მთლიანად გაცოცხლდება, იქ კომერციალ გაიხსნება მაღაზია დაახლოებით 700-800 რაც დავთვალე 700-800 სამუშაო ადგილი შექმნა მარტო აი ამ ერთ ზოლზე რა. ამოუგნებელია. თერი ჩემ ბავშვობა ეს იყო. ბედურები. მინათების სისტემა არის ახალი. 4-ში იყო ხოლმე საპელმენო, ეგ დავდივით საპელმენო და ეგ ყველა დღეს შესანიშნავად განათება. მე არა ხო თბილისელი ვარ, არამედ აქა ვარ თბილისელი ვარ, აქა ვარ დაბადებული ერთ-ერთ მეზობელ ქუჩაზე და
ბავშვობაში ვიზრდებოდი მოედანზე და არ ვიცი ბევრი რაღაც ხდება ჩვენ ცხოვრებაში ჯერ კიდე იმის გამო რამდენი პრობლემა ამდენი საკითხია ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ როცა ადამიანს ყოველდღიურად ეს პრობლემა აქვს ამხელა მასშტაბის შენობა მიდის თბილისში ისტორიაში არც ერთ ეპოქაში ერთად აღებული ამდენი არ შეიძლება და ეს შეიძლება საბოლოო ჯამში უნდა გადაიხარ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ თითოეული ეს ფასადი თითოეული ახალი შენობა ახლა ეს შენობა ხო უკანაც სახლის ბინების ფასს დის რამდენჯერ თუ არა ყოველ შემთხვევაში 30-40-60% დის ეკრება ეს ნიშნავს რომ უჩნდება მეტი შესაძლებლობა ხალხს გადაემცა უკეთეს გარემოში ისდევენ მათ შვილები და ეს ნიშნავს იმას რომ საერთოდ თბილისი მიდის ზემოთ თბილისი დღეს არის ყველაზე მთავარი აღშენებების ცენტრი საქართველოში, მაგრამ იმდენი პრობლემაა თბილისში, რომ ერთ ხილ ხედავთ ეს ძალიან ბევრი რაღაც კეთდება, მაგრამ კიდევ უფრო მეტად წარმოჩინება რამხელა პრობლემები რჩება. იმიტომ რომ ადრე კონტრასტი არ იყო ასეთი, ხო? თბილისში ამდენი ტურისტი ერთ სულ მოსახლეზე ისტორიაში არ ყოფილა მარტო ეხლა ეს ნიშნავს იმას რომ ბევრი ბიზნესის გაუჩეს შესაძლებლობა ეხლა გუშინ წინ შემთხვევით გავიარე ქართული სასმელოს მაღაზია ჭაჭაზე ვნახე უცხოელების რიგი პირი გავახე ის ხო ვიღაცამ შექმნა ეს მაღაზია ვიღაცამ ხო ის ჭაჭა ჩამოასხა ვიღაცა ხო შემოსავალ შოულობს რა ხარ რიგია ესე იგი 10 რო გაიხსნას კიდე 10-ვე მაღაზია იქნება დატვირთული ამიტომ ყველა უნდა ვიფიქროთ პატარა ბიზნესებს გახსნას ჩვენ ვიფიქროთ ხელი შევუწყოთ აგერ პასაჟი გაკეთა აქ უნდა გაიხსნას ბევრი მაღაზია რომ ამოძრავდეს ეკონომიკა და ვიხეიროთ ამ ლამაზ ფასადები გადავზარდოთ ტურიზმის ზარტურისტში მოძრავ ეკონომიკაში ახალ მაღაზიებში ახალ კაფეებში ახალ რაღაც პატარა სუვენირების საწარმოებში ახალ სამუშაო ადგილებში ესე იგი ახალ ცხოვრება გაუმჯობესებულ ოჯახებში ეს არის და ეს თბილისი აქ ცხოვრობს ძველი ქართული ინტელიგენცია ჩვენი და ყველაზე მეტად ის დაზარალდა 90-იან წლებში რომ ხალხმა დაკარგა მუდმივი სამსახური ხალხმა დაკარგა მიწა გამოეცალა ხალხს და დღეს კიდე დიდი ნაწილი მაინც ასე არის ამიტომ ამ ხალხის განამზადება ახალ პირობებზე მორგება აი ამ ყველამ რო ისარგებლოს რომ რას ნიშნავს ეს იმას კი არ ნიშნავს მარტო ჩვენ ტელევიზორს გამოვიდა ვისი ამონეთ და ერთმანეთს ხარზე ხელი დავარტყით მე და ეს ნიშნავს რომ ამ ხალხს გაუჩნდეს რაღაცა კიდე დამატებით საერთო და საბადებელი ესე მე ძალიან მაყოფილო როგორც თბილისელი არასდროს ასე არ მაყოფილო ჩემი ქალაქით როგორც ახლა მაგის შევარ დაწუნებული absolut მიხეილ სააკაშვილმა მშენებარე ქუჩაზე აქ აღმაშენებლის გამზირზე მაღაზიის მფლობელებსაც გაესაუბრა ბოდიში მოუხადა მათ სამუშაოების შეფერხების გამო მათ საქმიანობაში თუმცა ისიც უთხრა რომ უკვე განახლებულ ქუჩაზე მათ უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლებათ პრეზიდენტმა დაათვალიერა დღეს არა მარტო მარჯანიშვილის მოედანი ქუჩა და აღმაშენებლის გამზირი არამედ შიდა ეზოებშიც კი შევიდა იმ უბნებში სადაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და სარეკონსტრუქციო სამუშაოები და მედიის წარმომადგენლებთან ერთად დარწმუნდა რომ აქ ამ მოედანზე, ამ ქუჩებზე მხოლოდ ფასადური სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ მიმდინარეობს. იმათ გასაგვალად ვიცი და რომ მარტო გარე ფასადები კეთდება, შიდა ეზოები ზუსტად ესე შემოდივართ, იმიტომ რომ გარეთ ძალიან კარგია რომ საერთო ღირებულება აქვს, მაგრამ შიგნით ჩვენი ბავშვები იზრდებიან საერთოდ ოჯახები არიან ხო? შიდა ფასადები, შიდა ეზოებიც ისეთი ხარისხი, რასაც გარედან ხარჯავთ, ხარჯავთ შიგნიდან. რომ არ დაგვრჩეს არც ერთი დეტალი. არ უნდა იყოს, რომ გარეთ ტრეს თვალს უყურებს და შიგნით მოყარესო. შიგნითაც მოყარეს თვალი უნდა გაახაროს პირველში. ოქროს ახალ. რომელი? აი, ახალ. ამის კარ? ოქროს სირაცუში. ბატონო? ოქროს სირაცუში. კაი, ახლა. ადამიანი მართლა מה უნდა იყო რომ ამით არ მოიხიბლო მართლა არაფრის დანახვა გაგონე პარკინგო უნდა გინდოდეს რომ ვერ მიხდე რა ხდება ეს ნაწილი ბუნებრივია ძალიან აქტიური კომერციული ნაწილია და მე დარწმუნებული ვარ ისევე როგორც მაგალითად დაბიჯის ქუჩაზე ისევე როგორც ძალიან ბევრ ადგილებში თბილისში იქ სადაც მოხდა სახელმწიფოს მხრიდან რესტავრაცია ხდება ამ ადგილების მაქსიმალური კომერციალიზაცია ანუ იქნება დამატებით სამუშაო ადგილები მაგალითად რომ ავიღოთ თვითონ აღმაშენებლის გამზირი მისი რესტავრაციის შემდეგ დაახლოებით 3000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა მარტო აი ამ ქუჩაზე იმიტომ რომ ეს დამატებითი არა მარტო სილამაზეა და იმ ხალხისთვის კომფორტი ვინც იქ ცხოვრობს არამედ დამატებითი ბიზნეს მიმზიდველობა რაც უნებრივად ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს ამიტომ
თითოეული აგური გადებული, თითოეული გამაგრებული სახლი, თითოეული რესტავრირებული ფასადი და გადახურული შენობა ამ თვალსაზრისით ნიშნავს პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული და დაკავშირებული დასაქმებასთან. მთავარი უბანი აღმაშენებლის გამზირის მარჯანიშვილის მოედანი და მარჯანიშვილის ქუჩა სულად არის რეაბილიტირებული და მზად არის დედაქალაქის ცხოვრებლებისთვის და ტურიზმისათვის. ჩვენ დასახელებული ვართ 3 თვე აქ მუშაობ. კარგი ხელფასება და ანაზღაურება ნორმალურია. თბილისელებს უხარიათ რომ ვაკეთებთ ახალ მოკეთებას უკეთებს რამდენი ხანი სამი წუთი წუთი მოვაუ განსაკუთრებულად ხელფასები არის პრობლემებიან და შემოყოლები ვარ ჩვენ მიხეილ სააკაშვილმა დღეს ასევე დაათვალიერა მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც განახლდა, იქ მოეწყო ევროპული სტანდარტების პარკირების ადგილი და როგორც ყოველთვის პრეზიდენტმა პირველმა თავად გამოსცადა ევროპული სტანდარტების ავტოსადგომი, ეგრეთ წოდებული. მან განცხადებაც გააკეთა მედიის წარმომადგენლებთან და თქვა, რომ ამ ქუჩას იმდენი ტურისტი მოაწყდება, რომ აუცილებელი იყო ევროსტანდარტების პარკირების ადგილის შექმნა. Ладно, чего? А iki sen oldu, все, гадади. Ai, esa área Europa saca. და თქვინა ხალხს მიუხედავად ფრანკფურტი qua ევროპულ ქალაქებში აქ საქართველოს ვიდეო რომ აქ გამოიარა ладно чего а iki sen oldu, все, гадади. Ai, esa área Europa saca. და თქვინა ხალხს მიუხედავად ფრანკფურტი მოძებნებს სპინის მანქანებს ის გაორმაგდა, ხო? როცა ვლაპარაკობ ცხოვრების დონის მაჩვენებაზე, ხა ეს თავისთავად მარტო არ არის მაჩვენება, რა ორ გაორმაგდა მანქანები ვარდების რევოლუციის შექმნა. ეს მანქანები სადღაც უნდა დადგეს, ასე რომ შემოვიდა უკვე ევროპული პარკინგების სისტემა. აღარ არის ეს ადრე მივატოვეთ ქვაფენზე რაღაცა ისე. აი ეს არის რაც მომავალში ყველა საფრთხეში უნდა იყოს ეს. მაგრამ ეს არის პირველი ესე ყველაზე ევროპული ქუჩა გაკეთდა საქართველოში, ყველა ევროპული ინფრასტრუქტურის აუცილებელი დეტალები. და ამნიშნავია აღმაშენებლის გამზირის სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტის ფარგლებში, როგორც გითხარით, ამ წუთებშიც მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები აღმაშენებლის გამზირის ნახევარ ნაწილზე, რომელიც ეგრეთ წოდებული ვარანცოვის ხიდისკენ არის მიმართული. ახლაც მიმდინარეობს, როგორც გითხარით, სარემონტო სამუშაოების ხმაური, ხარაჩოებშია ჩასმული 70 სახლი, რომლის რეკონსტრუქციაც უნდა დამთავრდეს უკვე წლის ბოლომდე. ჩემი კოლეგა ლელა ციკლაური საუბრობდა პირდაპირ ეთერში